8 მარტის დღეა. მზეა და კარი, რაც საუკეთესო პირობას ქმნის ცეცხლის როგორც გასავრცელებლად, ასევე გასაჩენად. ამ დროს როგორც წესი განსაკუთრებული სიფრთხილედ მართავს, თუმცა სამწუხაროდ ხდება პირით. მოსახლეობა საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეულ მავნე პრაქტიკას თავს არანებებს და სასოფლო-სამეურნეო სამსახურების გადაწყვას ისევ მიმართავს. აი ამ ხერხს ისევ მიმართავს. რაც ყველაფერთან ერთად დაგიშალოს. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და დასჯადია, მაგრამ გაზაფხულზე მიწებს ხვნათესვისთვის ამზადებენ და როგორც წესი ზამთარში დაგროვებულ ზედმეტ ნარჩენებს აშორებენ. ერთ ადგილას აგროვებენ და წვავენ. ასეთია ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა, რომელიც ხშირად უმართავ ხანძრად იქცევა ხოლმე. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ წალენჯიხაში 25 სხვადასხვა ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დასახლებულ პუნქტთან საკმაოდ ახლოს. როგორც წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბელქანიამ გითხრა, ცეცხლის მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მიწის საგაზაფხულოდ მოსამზადებლად ძველი მცენარეების დაწვა იყო. უყურადღებოდ მიტოვებული ცეცხლი მოგვიანებით ეკალ ბარდებს მოედო. იმავე მიზეზით მარტვილში ცეცხლი სოფელ სალხინოშიც გაჩნდა. სოფელ ტალერთან კი ხანძარმა 25 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გადაწვა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, ტალერი კურზუს საზღვართან შესაბამის სამსახურებს ცეცხლის ლიკვიდაცია ქარის გამო გაურთულდათ. კახეთში გადაიწვა ვენახებიც. ეს ადამიანების დაუდევრობით გაჩენილი ხანძრების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ვიღაცამ არ ვიცი ხლა ეს გეგმაზომიერია თუ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ცეცხლი უკიდია აქაურობას. არ ვიცი, ვინ წაუკიდა ცეცხლი ეს დაგეგმილია ასე თუ ვიღაცას გაეპარა ცეცხლი, მაგრამ რაღაც ძალიან დიდი ალია და ესეთი კონტროლირებადი როგორ არის თუ ესე მოუკიდეს. არ ვიცი რა, იმიტომ რომ მე კალიფორნიის ხანძრების შემდეგ ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი. ადვილად შეიძლება მოედოს ალი სამეზობლოებს და სამეზობლო მე ვარ. ჩემი ვენახია სამეზობლო. არ ვიცი ხა ვიცი ხედავ რომ ეს არის რაღაც ჩალა არის და ცდილობს რომ ეს ჩალა მოწვას, მაგრამ არ ვიცი რამდენად უსაფრთხოა. სადაც გაიხედავდი ყველგან ცეცხლი ეკიდა ყველგან. მერთო ჩემოდა. ხო არ გიფიქრია იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს ხალხი მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ მიწის გადაწვა არ შეიძლება. ხალხს ვერ მიიყვან კანონით უნდა მოხდეს მაგის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეუძლია იმ ადამიანებს აზრს. აი ხო რა ვიცი, როგორ წარმოგიდგენი, აი კანონით ახლა ჯარიმა არ არის პატარა 500-დან 1200 ლარამდე არის ჯარიმა. უნდა მოვიდეს კანონი აღსრულებაში და ეგ არის. ანუ შენ ფიქრობ რომ ვერ აღასრულებენ კანონს, ხო ასე? ანუ კონტროლი ვერ ხდება. არ აღასრულებენ. არც ერთი ჯარიმა არ არის დაწერილი გასკმენებად. ხო. აი კითხვა მაგნიკა, ვთქვათ შეამჩნიეს შენ პირადად ეხა ხო მითხარი რომ შენ სირგული იყო ცეცხლის არაერთი შემთხვევა. თუ დაგირეკავს ოდესმე, თქვათ, აი შენ როგორც მოქალაქეს, თუ დაგირეკავს და თუ აცნობე სამინისტროს, რომ აი თქვათ შენ სიახლოვეს არის ცეცხლი. კი, ბევრჯერ. სახანძრო რა თქმა უნდა მოვიდა, ცდილობ შეაქვს, მაგრამ საერთოდ ხან ისეთ არა, იდენტიფიცირება, ვთქვათ, იმ ვისაც ეკუთვნის ნაყოფი და ვთქვათ ჯარიმის იდენტიფიცირება თუ ვიდეო კადრი ან ფოტო მასალა არა გაქვს, უფრო ვიდეო მასალა სახელმწიფო ვერ ვინც აუგიდა ხო? ანუ დანთების პროცესი აინტერესებს და არა ცეცხლი რო არის უკვე. კი. აჰა, და დანთები მარა ანუ ვიდეო მკითხებულებაც ყოფილა, მაგრამ სულ 7 ფაქტი დაფიქსირდა თუ 14-ს აღარ მახსოვს. და უბრალოდ გაფრთხილები შემოიფარგლა. და რამდენი ხანია ამ საქმეში ვარ და მიმართულებით და შეგინოლი და შესაბამისად ენერგიას და ნერვებს აღარ ხარჯავ მაგამაც. ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძარი საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს და ტერიტორიის ახლო მდებარე ინფრასტრუქტურას. იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და საბოლოოდ ნიადაგის დეგრადაციას. ხშირად ხორბლისა და ქერის მოსავლის აღების შემდეგ
ფერმერები განგებ წავენ მცენარეულ ნარჩენებს, რათა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები შემდგომი დამუშავებისთვის გაასუფთავონ. გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ სავარგულებზე ნარჩენების დაწვა მოსავლიანობას ზრდის. მიწების გადაწვის პრაქტიკა, რომელიც ჩვენთან არის დანერგილი როგორ ხარ, რომელიღაცა თქვა შეუგნებელი ფერმერი ამას აკეთებს. იმიტომ კი არა რომ რაღაცა თქვა ბოროტია, ვერ ხდება რომ ზიანს აყენებს საკუთარ ნიადაგს. ნიადაგი არ არის მარტო დაუშვათ მინერალების რაღაცა ნაკრები, რომელიც სცენარეს დის და ნაყოფს გაძლევს. ნიადაგი არის ცოცხალი ორგანიზმები დასახლებული ადგილი და შერო წვავ ამას ის მიკროორგანიზმები, რომლებიც სცენარეებს საჭმელს უმზადებენ, ანუ გადაყავთ ინფორმაში, რომ სცენარეს ათვისება შეეძლოს. ანუ შენი მოსავალი დამოკიდებულია ამ მიკროორგანიზმებზე, რომლებიც ამ ნიადაგის ზედაფენაში ცხოვრობენ. ხო და როცა წვავ ამ ნაკვეთს ეს ნელ-ნელა იწვება, ხურდება რაღაცას 70 გრადუსზე მეტი და მოკლედ ყველა კვდებიან ეს მიკროორგანიზმები. აღდგება შეკითხვა არის. კი, აღდგება, ოღონდ გვიან, მაგრამ იმ რაოდენობით არა, რომელიც შენ გჭირდება. რამე სასუქსტოვებს კი, აი ეს ნაცარი, რომელიც არის, მცირე რაოდენობით რჩება, მაინც ნარჩენებს ვავენ ესენი და ის ნაცარი არის სასუქი, ამის ის როგორ შეიძლება არის, მაგრამ აი უკვე რაღაცას ერთს აკეთებ, მაგრამ აქ საფუჭებ. ანუ ხო, ეს მომენტია და ეს უნდა გაითავისოს ყველამ და ესეც სისულელე, ანუ სისულელია ეს არ არის, ეს არის ყოველად უგუნური საქციელი, რომელსაც ადამიანი შეუგნებლად ჩადის, გონია რომ ახლა სასუქი შეიტანა კალიუმიანი, რომ დაწვა იქნება. მე იმედი მაქვს ვიღაცებს დააჯარიმებენ, იმიტომ რომ მეორეჯერ არ გააკეთონ ეს არის როგორ თქვა ახლა, ზიანის მიყენება არა მხოლოდ საკუთარი ნიადაგისთვის და მისი გამოფიტვის ხელშეწყობა. არამედ ეს არის გარემოსთვის არის ზიანი კიდე, ხო? ამ დაწვის დროს და ხო ვიცი თქვენ რომ ფოთლების და იმას რომ მოაგროვებს ფერმერი და ნებისმიერი ეზოში ამის დაწვა არ შეიძლება. ჩვენ გლობალურ დათბობაში ვართ და ჩვენ მარიცის კიდე რა გველის წინ ამ გლობალურ დათბობიდან გამომდინარე და კლიმატის ცვლილებას მოყვება და ცუდი პროგნოზებია მოკლედ და ამისი ხელშეწყობა ეს კიდე მეორე დანაშაულია ასე თქვა. ბატონ ნუკრი, საპირწონე თქვენი რჩევა რა იქნება? ანუ რა უნდა გააკეთოს ფერმერმა? ჩახნან იმას, რასაც მთელი მსოფლიო აკეთებს. ჩვენ არასორი პრაქტიკა გვაქვს, ანუ გამოგვაქვს სიმინდი, გამოგვაქვს ჩალა, გამოგვაქვს ხორბალი, თუკავთ ამ იმას, რა ქვია, ნარჩენებს. ეს არა სწორი, ეს ეწინააღმდეგება მიწათმოქმედებას თავის კანონები აქვს. ხო და ერთ-ერთი კანონი არის დაბრუნების კანონი. სხვა შორის აი ვინც ამას არ აკეთებდა, იმათ უწოდებდნენ მომავალი თაობისადმი დამნაშავე ადამიანებს. ანუ შენ ნიადაგიდან რაც გამოიტანა მცენარე ენერგია და საკვები ნივთიერებები, ეს უნდა დაუბრუნდეს ნიადაგს ოდნავ მეთოდით. აი ეს არის კანონი. ანუ ნახეთ, თქვენ ხო წამოიღეთ მოსავალი, თქვა სიმინდი გინდა ხორბალი. ის ნარჩენები რაც არის, იმ ნარჩენებშიც არის ის საკვები ელემენტები, რომელიც შემდეგ წელს სცენარეს დაჭირდება, არა და იმის მთლიანად გამოტანა არ შეიძლება, უნდა ჩახრათ, უნდა დაუბრუნოთ ნიადაგს ესა. დაკუცმაცებული მცენარეული ნარჩენები შეიცავენ ისეთივე იმ ელემენტებს და იმ ენერგიას, რომელიც ამ მოსავალს დაჭირდა, არა? შენ ეს ნიადაგს უნდა დაუბრუნო, უკარო მომავალ წელსაც კონდეს. ხო, ეს რაოდენობა. ამიტომ რაღაც სულაც ზედაპირულად 5-7 10 სანტიმეტრის სიღრმეზე რომ მოათავსოთ, ეს გადაიქცევა ძვირფას სასუქად. ბალახი ხალხს გონია უბედურებაა და 1000 ჰერბიციდს და რაღაცა იმას ხმარობენ და სინამდვილეში ბალახი და მცენარე როგაც ეს მეციერება, იმიტომ რომ სასუქია შემთხვევით. და მცენა ესა ფოთლებით, მათ შორის ნეშომპალა ესეთი კი, ყოველთვის როცა რაღაც ესეთი შეკითხვა დაუჩნდება ადამიანს, უნდა წარმოედგინოს ტყეში რა ხდება. იქ იდეალურია ნიადაგიც, აი ვინც ხართ ნაყოფი ახლა. ტყეში ყველა ნაყოფი როგორი ფაფუქი ნიადაგია, როგორი სტრუქტურა, როგორი აერაცია, რამდენი საკვები ელემენტია. აი ისე რა ხდება იმ ტყეში ჩამოწვდება ეს ფოთლები და რა ხდება ანუ ნიადაგის გადაიქცევა, ესე იგი ეს მიკროორგანიზმები გადაამუშავებენ და გადაიქცევა ჰუმუსად, ხო?
ნიადაგის დეგრადაცია და გარემოს დაბინძურება მრავალმხრივი ზარალიანობის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიწის გადაწვას მოაქვს თავად ფერმერისთვისაც და გარემოსთვისაც, რომელშიც ყველა ვცხოვრობთ. გლობალური დათბობის პირობებში ეს განსაკუთრებით საყურადღებოა. ეს ცუდია და თუ ფერმერები თვითონ გრძნობენ ის არ უნდა დაუშვან არავის მიდან ეს გადაწვა, ჯერ გადაწვა მეც აღარ მოგახსენეთ რომ ორგანული ნიუტრიენტება წამყვანი ხო ეს იწვება და ესე იგი ვაფუჭებთ ჩვენ ნიადაგს. მე ორგანული ნიუტრიენტების წვის დროს ნახშირორჟანგი გამოიყოფა, ჟანგბადი იწვება, გვაკლდება, ჟანგბადი გვაკლდება, ნახშირორჟანგი გვემატება. ამაზე უბედურება და ამაზე ცუდი რაღა იქნება. ამიტომ ეს მე მგონი ჩვენმა ყველა მეურნეობის ის უკვე გლეხმაც იცის ალბათ იმდენი ლიტერატურა ამაზე იმდენი ქვეყნდება ფერმერების მიერ გაჩენილი ხელოვნური ხანძრები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს, ბიომრავალფეროვნებას, იწვევს გაუდაბნოებას. სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენების გადაწვა კანონით აკრძალული ქმედებაა, შესაბამისად დასჯადია და სამართალდარღვევის გარემოებებიდან გამომდინარე 500-დან 1300 ლარამდე ჯარიმის ოდენობას ითვალისწინებს, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხაც. სტატისტიკის მიხედვით, გარკვეული ფერმერების უპასუხისმგებლო ქმედებებით სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების დაწვის შედეგად გაჩენილი ხანძრით 10-ობით ჰექტარის სახნავ სათესი მიწაა გადამწვარი და რამდენიმე ათეული კილომეტრი ქარსაფარი ზოლია განადგურებული. არის წარმოუდგენლად დიდი ბოროტება, რაც შეიძლება ადამიანმა გაუთუცნობიერებლად ჩაიდინოს, იმიტომ რომ ამ ბოროტებას ეწირება ცოცხალი ორგანიზმები. ჩვენ ცოცხლად წვავთ ცხოველებს, ფრინველებს, მათ კვერცხებს, არაფერს არ ვამბობ მიკროორგანიზმებზე და იმ ცოცხალ გარემოზე, რომელიც მთლიანად ნადგურდება. ანუ ეს არის უმძიმესი, ასე ვთქვათ, დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს ცოცხალი არსებების მიმართ. რა თქმა უნდა, ამას აქვს კიდევ საკმაოდ დიდი პრობლემები. პირველ რიგში გამოვყოთ უსაფრთხოების პრობლემა, იმიტომ რომ ეს ემუქრება ჩვენ რომ ცეცხლით აუკიდე საკუთარ ტერიტორიას და თავი მიანები ან არ მიანებე თავი, მაგრამ სრულად დაუცველი სიტუაცია შექმენი ხანძრისგან, ეს დაემუქრა შენს მეზობელს, მის ხელთ არსებულ სხვა აქტივებს, შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, შეიძლება იყოს სახლი, კარი, ნაგებობა და საფრთხე ემუქრება, რა თქმა უნდა, ველურ ბუნებასაც, იმიტომ რომ როგორც წესი ყოველწლიურად ასობით და ათასობით ჰექტარზე ნადგურდება ქარსცავის ზოლები, ტყის ხანძრები, როდესაც ჩვენ გვაქვს ტყის ხანძარი, მაშინ გვახსენდება, რომ ამ ხანძრის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის დაუდევრობა და ხშირ შემთხვევაში განგებ ხანძრის გაჩენა და ამას მამაღლა ვაცხადებთ და მათ შორის საჯარო უწყებებიც აცხადებენ, რომ ეს ხდება. ანუ უსაფრთხოების უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის რისკადაც კი ჩამოყალიბდეს და დაგვიჯდეს, ხო? რა თქმა უნდა, უნდა ვთქვათ ასევე ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც ხანდახან არც ჩანს. იმიტომ რომ ერთი მხრივ გასაგებია ჩანს, რომ გადაიწვა ტყე, გადაიწვა ვენახი, გადაიწვა რაღაც შენობა, ნაგებობა, გადაიწვა ქარსაცავი ზოლი, მაგრამ როცა არც არაფერი არ იწვება. ამ შემთხვევაშიც კი ძალიან დიდია ეკონომიკური ზიანი, იმიტომ რომ რეალურად იწვება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვამჩნევთ, იწვება ის ასე ვთქვათ, მიწა, რომელიც არის ჩვენი შემოსავლის წყარო, ანუ ჩვენი ფული იწვება რეალურად. საკუთარ კეთილდღეობას უკიდებს ცეცხლს ეს ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს და ის შეგუებულია უბრალოდ მის სტანდარტი ძალიან დაბალია, რომ ძალიან მწირი მიწა აქვს, ძალიან ცოტა შემოსავალი მოყავს, ძალიან მცირე შემოსავალი აქვს და სიღარიბეში ცხოვრობს. სამწუხაროდ ის ამას შეგუებულია და
კიდევ სამწუხაროდ დიდხანს უნდა იყოს ამაზე შეგუებული, იმიტომ რომ თუ კი ამ ასეთ მავნე ტრადიციებს გააგრძელებს, ამ სიღარიბიდან ვერ ამოვა, ხო? ის მიწა ვერასოდეს ვერ გახდება უხმოსავლიანი, თუ ჩვენ ყოველწლიურად გავანადგურეთ ეს ცეცხლის წაკიდებით. ისე რომ ძალიან კომპლექსურია პრობლემა, ეს მოდის ყველაფერი მავნე ტრადიციებიდან და საჭიროა ძალიან ქმედითი ზომების მიღება, პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვხედავთ. აგრონომებისა და გარემოს დამცველების მოსაზრებით, მავნე პრაქტიკის აღმოფხრისთვის ერთ-ერთი გამოსავალია თანამედროვე კომბაინებს მიეცეთ ვალდებულება, ნამჯის დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ჩაუბან. ასე ნამჯა ფქვილად იქცევა და ნიადაგს შეერევა. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფომ ჯარიმა 10,000-დან 20,000 ლარამდე უნდა გაზარდოს. ასეა თუ ისე კანონი გვაქვს, რომლის გამკაცრება შეიძლება, თუმცა დღეს არსებულის აღსრულებაც კი ვერ ხერხდება. ფერმერები და სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს კანონის აღსრულების პოლიტიკური ნება არ აქვს. ამიტომაცაა, რომ ფინანსური სანქცია ამ დრომდე მიწის გადაწვისთვის არავის დაკისრებია. გარემოს დამცველები დარწმუნებული არიან, რომ დაჯარიმების პრეცედენტების გარეშე შედეგი არასდროს დადგება. კანონი გვაქვს, მაგრამ არ არსებობს პოლიტიკური ნება, ეს არის კუდრატშობილი მუხლები, რომელიც როდესაც დაიწერა და შეიქმნა, მაშინ კარგად იყო გააზრებული ეს რის წინააღმდეგ უნდა ამოქმედებულიყო და რა შედეგი უნდა მოეტანა, მაგრამ რატომღაც არ ჩათვალა სახელმწიფომ საჭიროდ რომ ეს მუხლები ამოქმედებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არის ინფორმირებული შინაგან საქმეთა სამინისტროც, პარლამენტიც და სახელმწიფო მთავრობაც რატომღაც ალბათ არ არის პოპულარული ან რაღაც ვერ დადგა ის მომენტი, როდესაც ეს ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ, ამაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და არ აკეთებს, არ დგავს ამ ნაბიჯს. კერძოდ, აქ არის საუბარი სახანძრო უსაფრთხოების წესების ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც გვეუბნება, რომ დაუშვებელია მინდორში ნამკალის, ნაწვერალის, ნარჩენის დაწვა და კოცონების დანთება, ასევე დაუცველ ზონებში კოცონების დანთება და ეს დაუცველი ზონა არის 50 მეტრი საცხოვრებელი სახლიდან. ანუ ისიც კი ჩვენ რო შემოდგომით ფოთლებს მოვაგროვებთ და ადგილზე უკიდებთ ცეცხლს, ესეც კი არის კანონის დარღვევა და ეს ისჩება ეს უკვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 177 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ამას, ეს ისჩება 500-დან 1000 ლარის ოდენობით. ანუ რეალურად ჩვენი მოსახლეობის შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი არის აი ეს სამართალდამრღვევი, აქ არ არის საუბარი სისხლის სამართალზე, მაინც და მაინც რომ დასაჭერი, მაგრამ საკმაოდ სოლიდური თანხაა, სანქცია 500 ან 1000 ლარი, რომელიც შეიძლება დააკისრო, რა ვიცი, ათასობით ადამიანს, ხო? ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? რატომღაც ისეა მიღებული საქართველოში, რომ ამაზე პასუხისმგებელი არის ზედამხედველობის გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური, მაგრამ სინამდვილეში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ეს არის 177 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და ამ ორი პუნქტების მთელი ჩამონათვალია ქვეშ აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია. ეს წერია შავით თეთრზე და საპატრულო პოლიცია არის ვალდებული რომ მიიღოს შესაბამისი ზომები, ელემენტარულად საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ხედავს რომ ნამკას ცეცხლი უკიდია, ვალდებულია მივიდეს ადგილზე და გამოწეროს ადგილზევე სამართალდარღვევის ოქმი, აქტი, რომელიც ადგილზევე წარმოქმნის ფინანსურ ვალდებულებას, ზუსტად იგივე როგორც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას. ადგილზევე წარმოიქმნება ის ფინანსური ვალდებულება, სხვათაშორის გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. იმიტომ რომ ადგილზევე გაიწერება საბუთი, რომლის მიხედვითაც ვალდებული ხდება სამართალდარღვევა, რომ წავიდეს ბანკში და პირდაპირ გადაიხადოს 500 და 1000 ლარი. აი ეს ჩვენ გამოვითხოვეთ ოფიციალური ინფორმაცია, არც ერთ ეკიპაჟს არასოდეს არ გაუკეთებია, რატომ? იმიტომ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუწია ასეთი ბრძანება და არ ყოფილა ინფორმირებული საპატრულო პოლიცია და მისი სრული შემადგენლობა, რომ ეს არის კანონით დადგენილი და ეს უნდა შესრულდეს. ამის ნაცვლად ჩვენ რას ვხედავთ, რომ რატომღაც ეს ტვირთი გადაბარებული აქვს ზედამხედველობის დეპარტამენტს, გარემოს და ზედამხედველობის დეპარტამენტს და რაც არ უნდა გავამკაცროთ კანონი, მისი აღსრულება არის სრულიად მოუქნელი. საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ ქმნით ამ პრეცედენტებს.
მე არ ვამბობ რომ ბევრი ადამიანი უნდა დავაჯარიმოთ, მაგრამ საკმარისია აი ეს გამაფრთხილებელი აქტები გაფორმდეს საპატრულო პოლიციის მიერ და ეს ინფორმაცია გავრცელდეს სოფელში, სოფლად, რეგიონებში, რომ მერწმუნეთ ერთ დღეში, ისევე როგორც ეს იყო ღვედის შემთხვევაში, აღარავინ აღარ დაანთებს ცეცხლს, იმიტომ რომ ბუნებრივი ადამიანს არ უნდა რომ 500 და 1000 ლარით დაჯარიმდეს. მიწების გადაწვის მოწინააღმდეგე ფერმერები და გარემოსდამცველები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, საქართველოს ისედაც დეგრადაციის მწვავე პრობლემის წინაშე მყოფი მიწები რამდენიმე წელიწადში შესაძლოა საერთოდ მოუსავლიანი გახდეს. რამდენიმე ორგანიზაცია ცდილობდა და თავის დროზე მიმართა როგორც საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტული რეკომენდაციებით, რომელთაც უნდა მომხდარიყო აი ამ არსებული კანონების აღსრულება მაქსიმალურად ჰუმანურ და ეფექტურობის ფარგლებში. ამას ხელს აწერდა სხვათა შორის 100-მდე თუ არ ვწდები და თუ უფრო მეტი არა, კერძო ორგანიზაცია, რომლებიც მართლა სოფლის მეურნეობის დარგში არსებული კერძო ორგანიზაციები მართლა არიან შეწუხებული აი ამ დიდი პრობლემებით, იმიტომ რომ მუდმივად იწვევა მათი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მრავალწლიანი ნარგავები, ვენახები და ზოგიერთ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აქტივები, რომელსაც ისინი ფლობენ, ხო? და სამწუხაროდ რეაგირება არ იყო და არ არის. ასე რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელში სრული ბერკეტი, არაფრის. უბრალოდ არ არის ნება. უბრალოდ არ არის ნება, რომ ერთჩვენერ დღეს მან გადაწყვიტოს და ეს აღასრულოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ნება წელსაც არ იქნება, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესეთი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას ერიდებიან. ისევ თუნდაც აი საარჩევნო პერიოდი. მთელი საქართველო იწვის და აი თითოეული ადამიანი, რომელიც სოფელში არაფერს არ აშავებს და პირიქით შრომაშია პატრიოტსანი წესიერი ხალხი, ნამდვილად არიან დამნაშავეები, რა ვიცი. ბუნების წინაშე, ღმერთის წინაშე, საკუთარი თავის წინაშე. რატო ვამბობ ბუნების წინაშე და ღმერთის წინაშე? იმიტომ რომ მართლა ისინი ყველაზე სასტიკი სიკვდილით კლავენ udანაშაულო ცოცხალ ორგანიზმებს. ცოცხლად წვავენ udანაშაულო ცოცხალ ორგანიზმებს. ჩიტებს, ბარტყებს, ცხოველებს, ფრინველებს, წერებს ცოცხლად წვავენ და დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს 112-ს. იგია გარემოში ერთგულს დაგიწია ცეცხლი. თათოლი რომ დანაშაულებით. სადღაც გაქვს სასტიკი დანაშაულება. შეტანილი გაქვს არაერთი ცოცხალი არსების და ორგანიზმის სიცოცხლე. ასე რომ დაუჯერეთ სპეციალისტებს. ნუ გახდებით სასტიკი მკვლელები. ნუ გადაწყვეტს მიწებს.